აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და კორუფციული ფაქტების გამოვლენა მოხდეს. ამის შესახებ დღეს გორში ძლიერი საქართველოს წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა საკრებულოს შენობის წინ. თურაზაშვილის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ აუცილებელია რეალური ბრძოლა და არა ისეთი მოჩვენებითი, როგორცაც ოცნება მართავს. ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციაში. საქართველო არის ღრმა და ყოვლის მომცველ კორუფციულ პირობებში. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ციხის უფროსის მოადგილე, მათი ახლობლები, მათთან დაკავშირებული პირები, ზოგი უკვე საპატიმროშია, ზოგი ელოდება განაჩენს, ზოგმაც გაურკვეველ ვითარებაში თვითმკვლელობას სცადა. ეს არის ვითარება, რაც არის დღეს საქართველოში კორუფციის მიმართულებით. ქართული ოცნება კორუფციას არ ებრძვის რეალურად, ის კორუფციასთან იბრძვის მოჩვენებითად, რეალურად ისინი დაკავებული არიან საქართველოს და სახელმწიფო ქონების მიტაცებით და ახლობლებზე, მეზობლებზე, მეგობრებზე და ბიზნეს პარტნიორებზე გადაფორმებით. ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანები, არ აინტერესებს პენსიონერები, რომლებიც წამალს და საკვებს ვერ ყიდულობენ, არ აინტერესებს მოსწავლეები, არ აინტერესებს სტუდენტები, რომლებთაც უზღუდავს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, არ აინტერესებს მშობლები, მრავალშვილიანი მარტოხელა, რომლებიც ყოველდღიურ ჯოჯოხეთს გადიან, რომ რამენაირად შეუქმნან საკუთარ შვილებს ღირსეული პირობები. ქართული ოცნების კორუმპირებული ხელისუფლება უნდა წავიდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ლელო ძლიერი საქართველო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივახციოთ, დავასრულოთ კრიზისი და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. კორუფციასთან ბრძოლის გზაზე აუცილებელია 47 მუნიციპალიტეტშივე შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, შეიქმნას საგამოძიებო კომისიები და გამოვლენილი იქნას კორუმპირებული ფაქტები.